მინდა და თქვენთვის ქართული ოჯახი გამეცნობ, ცნობილი ქართული ოჯახი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოჯახის ვერცერთ წევრს ვერ გაცნობთ უბრალო მიზეზის გამო. თქვენ ყველას იცნობთ, მე უბრალოდ შეგახსენებთ. მამა მსახიობია. 3 შვილიდან 2 ვაჟი მომღერალია, ხოლო ქალიშვილი რეჟისორი. ამ ცნობილი ოჯახის დედა ერთ-ერთი პირველი ფოტომოდელია, პირველი ქართველი ფოტომოდელი. სამწუხაროდ, ამ ოჯახის უფროსს ფაქტიურად ვეღარ ვხედავთ, მას არ უყვარს ტელეეკრანებზე ხშირი გამოჩენა. მაგრამ მე მინდა ჩემს სტუმარს დავანახო, რომ მას ყველა ისევ ვიცნობთ, ის ყველას ისევ გვიყვარს და ის ყველას ძალიან გვენატრება. ამიტომ სტუდიაში დავპატიჟე მსახიობი, გუჯა ბურდული მეუღლე, ინესა აბესაძესთან ერთად. ეს თქვენ შემგანო. უღმესი მადლობა, იშვიათად დადიან საჩუქრები. არ ვარ განებივრებული. დაბრძანეთ, ბატონო გუჯა, რა არის ეს? დისკები. თქვენი? დიახ. ეს საქართველოში არ არის, როგორც მე მივხვდი, ჩაწერილი. მოსკოვში. მოსკოვშია ჩაწერილი. დიდი ხნის წინ? კაი 7-8 წელია. იშვიათად ჩანხართ. არ გიყვართ ტელეეკრანი. რო გითხრათ არ მიყვარსო, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ მარსებობს ეგეთი რაღაცები, რომ ხშირად გამოჩენაც ცოტა რთულია. მაგრამ თქვენ თითქმის აღარ ჩანხართ. ხანსადა ვარ ხანსად. ხო, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ მოენატრეთ ხალხს. და მე ამ ბოლო დროს ვეძებ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან მოენატრა. სხვათა შორის ჩვენი მაყურებელი პატარა გუჯას იცნობს. ძალიან ისეთ გახსოვთ გუჯა? ძალიან გამახარეთ. და ეს არის ჩვენი გუჯა. ნანუკა შოუდან გუჯა ბურდული. ჰელო. მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. პირველი ფოტომოდელი. ფოტოზე ნახეთ. გუჯი ნახე ფოტოზე. პირველად. რა უცნაურია თქვენ რომ პირიქით ის ნახეთ ფოტოზე. და მან სად გნახათ თქვენ? ეს ივერიის წინ იყო ფოტოატელიე. დიახ. და იქ იყო სურათი გამოკრული. და მოვდიოდით მე და თია გაბუნი არის ასეთი მსახიობი და მე ვთხარი თია მეთქი, ვაი მე ნახე რა კარგი სურათია. და უცბად თია მოტრიალდა და ალბათ ბედისწერა. გუჯიც იქვე აღმოჩნდა და მითხრა, აი ეს არის ამ ფოტოზე რომ არის ეს ბიჭიაო და მე ისე შემრცხვა და გამოხატული ქონდათ გრძნობები. მაშინ შეგიყვარდათ? ერთი ნახვით. ძალიან. თან ძალიან. და მე ვიცი რომ თქვენ 9-9 ზღვა გადაიარეთ, ვიდრე გახდით ბატონ გუჯას მეუღლე. იცით რა, უამრავი მიწვევები მქონდა, როცა სტუდენტი ვიყავი და არაფერი ამ ქვეყანას არ მინდოდა, მართ სულ თვალებში შევციცინებდი და სულ იმას ვფიქრობდი. ეს მთიული ბიჭი ახლა წარმოიდგინეთ გადაბმული წარბებით, რაღაც ესეთი ჯმუხი. არის ხო გამორჩეული, დარწმუნებული ვარ, ბევრს არის საუბრებდა. სიტყვა ძუნწი იქნებოდა. მაგრამ ერთი რამ კი იყო, რომ ინსტიტუტიდან რომ მოვდიოდი, თეატრალურ ინსტიტუტში რომ მთავრდებოდა ლექციები, ეს იყო 3 საათი. და ვითომ უცბად. ანუ ვითომ შემთხვევით. რომ გამოვიდოდი, ყოველთვის მხვდებოდა. და მე ზემელის აფთიაქი რომ არის, აი იქ ცხოვრობდი მე და ინსტიტუტიდან სახლში მოსვლამდე 1-4-5 კაცი უნდა გაელახა. თუ კი ვინმე შემომხედა და ყველას მე ისე მომწონდა. ეს არის თქვენი ისტორია, როგორ გახდით მსახიობი. მუშაობდით მამის ბენზინგასამართ სადგურზე. სტუდენტი ვიყავი გპ-ში. დიახ. მესამე კურსზე ვიყავი. უკვე ცოლი მყავდა, შვილებიც მყავდა და მამა გარდამეცვალა, დედა გარდამეცვალა და დავრჩი მე ჩემ ოჯახთან ერთად. და მამის მეგობრებმა შემომთავაზეს, რომ წამოდი ჩვენთან, თორემ გაგიჭირდებაო ცხოვრებაო და მე წავედი. კაი ხანი მივუშავე. ერთი 15 წელიწადი მე მგონი. და იქ მოვიდა სომეხი რეჟისორი. 15 არა. არა, ერთი რამ მინდა დავამატო თუ შეიძლება, რომ ჩვენმა ნაცნობებმა ყველა მიცოდნენ, როცა იყო გუჯი მორიგია. რატო?
იმიტომ და სულ უფასო იყო ყველასთვის ბენზინი. და როცა დაანება თავი, იმათ ისე გული დააცხადა. როცა წამოვიდა იქიდან. 15 წელი ბენზინ გასამაც სარდგუზე. ეს იყო 15 საშუალება არა, უფრო 10-12 ეს. 10-12. ეს იყო საშუალება, რითიც თქვენ ყვებავდით არჩენდით ოჯახს. დიახ. სწორედ ბენზინ გასამართ სადგურზე მოვიდა სომეხი რეჟისორი, რომელიც აღმოაჩინა, რომ არა კაცო, ჩემი ახლობელი იყო, ვიცნობდით ერთმანეთს. და იცოდა რა შემეძლო და რა არ შემეძლო. დიახ. ხო და თხოვა რომ წამოდიო რა, თან ჯერ კი არ მთხოვა, მაგრამ გიგი დაამთავრა. აჰა. და ოდესაში იყო რეჟისორად მიიღეს ოდესის კინოსტუდიაში მიიღეს რეჟისორად და იღებდა ფილმს თავისას რეის პირველი რეის პასლედნი. თუ ძმა ხარო რა, წამოდიო, დამეხმარეო რაღაცეებშიო და ამ დროს მე ფული მქონდა რა, ნორმალურად ცხოვრობდით. ბენზინ გასამართ სადგურზე მუშაობით ფული ჰქონდათ ადამიანებს. ფული მქონდა, აბა. ისე კი არ ვიყავით. გააჩინიო ფულს რას ეძახი. ხო, ესეც არის. ხო და ესე იგი დამეხმარეო რა, კინოსტუდიას იმდენი ფული არ აქვს, რომ რაღაც და პურმალი გავშალეო და წავედი მე ბაზარში, მანამ მე ბაზარში წავიდოდი, მანამდე მთხოვა კინოშიო და მე ვთხარ წადი აქედან, თორე რომ დაგადებ მეთქი. ესე იგი ისე მეუხერხულა რომ მითხრა რომ მაგრა გაუბრაზდი იმნადი ჩემ მეგობარზე რა. ხო და მე მთხოვა კაიო რა პურმალი მაინც მოიტანეო. ორი სახალხო არტისტი მყავსო და ის თურმე ამას რა მოუფიქრებია. სუფრაზე ჩემი ადგილი მიმიჩინა, მე არ ვიყავი, სხვა ბიჭი დასვა, აქ დააჯენთო იმასო. რომ გიტარასაც მივცემთო და დაუკრავსო და იმღერებსო. ხო და ეხლა რომ მოხვალ ეხლა ხო არ იცი შენ რა, ვინ რას გიმზადებს და ვინ რას გიგეთებს. მივედი ეხლა მეც და ხო, კაიაო ეხლა ყველაფერი უკვე გამზადებული მოვიტანე თითქოს და ნუ სადაც მიმიჩინეს იქ დაჯდები ეხლა სტუმარი კაცი ხარ შენ ეხლა ხო ამ წუდას მივედი დავჯექი მე გიტარა მომცეს გიტარა ეხლა გიტარაზე მღერი ვარ ნორმალურად და კამერა დაუყენებიათ ისე რომ უბრალოდ თვითონაც არ არიან გვერდში დააჭირა ხელი და ჩართო ჩართეს და იღებენ. ნუ ეს ხან ისე გახედავს ხოლმე ოპერატორი თურმე რომ თან შიშით. ერთი ადგილია მეტი ხო არ არის იმას კამზებზე ვარ და ნუ მიმღერე ერთი ორი სიმღერა მიმღერე და მერე მითხრა რომ ისაო რა გქია გუჯა არ დამღუპო რა. ნუ თქვა დასაყუპი რა გაქვს მეთქიდო. იცი გადაგიღეო. და უნდა ვაჩვენე სხვებს. და ეხლა წვადით შეწვი ბარემო. და შეწი. ერთი შამპურცი დაატრიალიო ესეო და მეტი არაფერი შენი არ მინდა. როდის დადგა დღის წესრიგში ქართული ფილმი? 6 წლის მერე. ისიც გარისკა თემური ბაბლონმა. თემური ბაბლონი იყო მაშინ სტუდენტი. ვინც არ რისკავს შამპანურსაც არსებობს და თემურ ბაბლონი დღეს მიირთმევს არაჩვეულებრივ ფრანგულ შამპანურს. სადღაც იქ ძალიან შორეულ ქვეყანაში ეს არის ძალიან წარმატებული, ასეა რისკი ჭირდება ცხოვრებას. მაგრამ ყველაზე გამორჩეული ფილმი არ ვიცი, მე სუბიექტური ვარ. ყველას თავთავისი ფილმები აქვს, ყველას თავთავისი გმირები ყავს, მაგრამ უცნაური არა კი არა და გამორჩეული და სასწაული გმირი შექმნა უძინარ თამზე. ალესადეშ არაფერი არ მოიპარო. შიმშილით რო ხდებოდა მაინც. იცოდე. სხვისი არაფერი შეგშურდეს მამა. და იცოდე. ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი. რის გამოც შეიძლება გიყურდეს. ან გეცოდებოდეს მაინც. ამიტომ იოლად მურავის ნუ გაიმეტე. გესმის შვილო. ამა. გესმის. ცხოვრებაში როგორი ამბობ ხარ? უკეთესი. ვიდრე იქ. მართლა? აი იმიტომ მიყვარს ეს მე. იგივე
სახლიდან რომ გავიდოდა, სულ მეგონა რომ იქ ვიღაცა ჩასაფრებული იყო, იმიტომ რომ აუცილებლად სადღაც თამადად იჯდა. მაგრამ სადაც არ უნდა ყოფილიყო. საღამოს 9 საათი რომ მოვიდოდა, ჩემი უფროსი შვილი ლადუშკი და მაკა პატარები რომ იყვნენ, მორბოდა სახლში იმისთვის, რომ ბავშვების დაბანაში მომხმარებოდა და მე ისე უკან წავიდოდა. აი ესეთი იდეალური მამა. თუმცა მამას შვილებიც კარგი გამოადგა, ასე ხო იშვიათად ხდება. არის თუ თქვენ ამჩნევთ რომ კარგებია, მაშინ მე არა, მე როგორ ამას ხო ხალხი ამჩნევს. თავის საქმეში წარმატებულები იციან რასაც აკეთებენ. ჩვენ უკეთესი გვინდოდა. იმდენი შრომა ჩავხარეთ. ბატონო გუჯა, ბუნებრივია მინდა რომ გთხოვოთ ის რასაც ყველა ჟურნალისტი გთხოვდათ, მასთან რომ სტუმარად მიხვიდოდით. ის ხმა თქვენი. დიდი სიამოვნებით. ესეც მზად მაქვს თქვენთვის. რანუკა, მზად ხარ ყველაფერი. კი. თან თქვენ ეს სტუმართან. დიდი მადლობა. ცნობილია რომ თქვენ ხართ ხევის ბერების თავმავალი. პატრიარქის პირადი სტიქაროსანი ბრძანდებით. არ ვიცი ეს რამდენად საჯარო ინფორმაცია, მაგრამ მე როგორც ვიცი, თქვენი სურვილია ეკლესიაში წახვიდეთ ბერად. ურთქევა უკვე გააქვთ? არა, ჯერ სტიხაროსანი ვარ. 23 წელიწადია სტიხაროსანი ვარ. და პატრიარქი მაძლევს უფლებას რაღაც სტიხაროსანი ვარ, რომ წავიდე და ფილმებში გადავიღო. რომ ოჯახს არ გაუჭირდეს. და მე რომ დიაკვნად მაკურთხებს და მე მღვდლად, მე უკვე ვეღარ ვიმსახურებ. იმის გარდა რომ ხართ სამსახიობი და ყველა გიცნობთ როგორც მსახიობს, თქვენ ბრძანდებით. იყავით სუხიშვილების მოცეკვავე. დიახ. თამაშობდით ჰოკეის. დიახ. კრივში იყავით ესეთი აქტიურად ჩართული. ჯომარდობა. წყალჯომარდა. ყველაზე მთავარი. თქვენ იყავით მაშველი. ვაი. კონდეთ ნამდვილად. ალბათ გამარჯობათ. დიდი მადლობა, თემურ რომ მოხვალე. გილოცა, გახსოვთ ალბათ მე გადაცემაში გამოვაცხადე, თემური რომ მეოთხე ჯერ გახდა ჩემპიონი. ეს ახლა ალბათ მოვარგოთ ბატონო გუჯას. და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ
იმ დროშიც მაშველები ყოფილან. მე არ ვიცოდი თან სამწუხაროდ. თან როგორი ადამიანები რომ იმედია მართლა წლები რომ გავა მე შენ მოგიწევ. ალბათ იმედია. უკვე იმედი ჩამესახა რაც თავარია. ამ გადაცემის შემდეგ იმედი ჩავით რა? კი. ბატონო გუჯა, რამდენი ხანი მუშაობდით მაშველად? თელი 3-4 წელიწადი. ეგ უკვე დამსახურებული მაშველი ყოფილიყარ. აბა, ესეთი ფორმები მაშინ არ იყო, მაგრამ ესეთი 60. ეხლა შევამოწმებთ. როგორი მაშველი იყო? როგორი მაშველი იყო? დარწმუნებული ვარ, კარგი. ეჭვიც არ მეპარება. მეც არ მეპარება. შევიტყვე სულ რაღაც გუშინ რა და მაშინ ეს ჩვენ შევიტყვეთ. ჩვენ შევიტყვეთ ხო მე ამას ვერც წარმოვიდგენდი და ძალიან მიხარია რომ იმ წლებში მყოფი მაშველი ადამიანი თან ამისთანა როგორც ბატონი გუჯა პატივი მაქვს რომ თბილისის საპატიო მაშველის წოდება მივანიჭოთ და გადავცეთ ეს პატარა სიგელი რომელიც მე თქვენზე რომ ვისაუბრო, აქ უნდა ვიყო ერთი თვე. ოღონდ მართლა გულწრფელად და მით უფრო, როდესაც შემოგემატათ თქვენი შვილები, რომლებზეც ასევე არანაკლებია სასაუბრო. ამიტომ შევეცადე მაყურებლისთვის მე თქვა ის, რაც ცოტასთვის არის ცნობილი. არ ვიცი გამომივიდა თუ არა და მაყურებლისთვის და თქვენთვის მე თქვა ის, რომ ჩვენ ძალიან გვენატრები და ჩვენ გვახსოვხართ. დიდი მადლობა რომ მოვიძანდით ჩემთან სტუდიაში. ღმერთი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გულებრივი ამ გადაცემას სხვანაირად ვერ დავასრულებდი. მოკლედ მოვიკითხე ლადო ბურდული, რომელიც აღმოაჩინა რომ არის წასული ლონდონში. შემდეგ გულებრივია ვიკითხე სად არის ბაკური. და მითხეს რომ არის თბილისში, ვთხოვე და მოვიდა. ბაკურ ბურდული და მისი ჯგუფი ვთხოვ. ყველაზე ისეთი ნათელი და ზღაპრული რაც მახსოვს ეს არის ისტორია რომელიც მოყვეს თვითონ გუჯას მეგობრებმა და დეეჩემმა რომ ლადო და მაკარო იყვნენ პატარები, სუპატარები ისვენებდნენ ბაკურიანში. ხო და ესე იგი ამ სასტუმროს წინ იყო რაღაც მთა და ამ მთიდან ამოდიოდა მზე. და გუჯა ესე ადიოდა დილაობით ყოველ დილას რა, როცა ბავშვებს უნდა დაენახათ ეს და უყურებდა ესე იმ სასტუმროს, სადაც ლადო და მაკა იყვნენ. და აი უკვე მზე რო აი იმათ ფანჯრებს მიუახლოვდებოდა, ესე ხელებს წევდა რა იმ მთიდან რა და მამასო ჩვენთვის მზე ამოყავსო რა. ესეთი ისეთია ხო, საერთოდ რაღაცა ძნელი არ არის ძნელი თუ რაღაც არ ვიცი როგორ დავსვა, მაგრამ რაღაცა არის ძნელი. და იცი გუჯა რომლის გმირი შექმნილია იდეალი თან, მამის გმირი შექმნა, ბევრი რამის გმირი შექმნა. ჩემთვის ერთმა ძალიან საყვარელმა ფილმმა რთულია მე ამის ფრთის ქვეშ გამოხვიდე და არ თქვან რომ გუჯა ბურდული შვილია, მაგრამ თქვენ ეს გამოგივიდათ. მადლობა ღმერთს რომ გამომივიდა, იმიტომ რომ არა მარტო გუჯა, დედაჩემიც, ლადოც, ჩემი დაც, ყველანი ძალიან ისეთი თავის საქმეში ძალიან კარგები არიან და ყოველთვის მქონდა თეატრალურში რო ჩავაბარე, რაღაც სამსახიობოზე ვსწავლობდი, რაღაც გუჯას ჯობია თუ არ ჯობია თუ რაღაც. მე მუსიკა რო დავიწყე, მე ლადო რაღაც, მაგრამ დავიწყე უბრალოდ ყველაზე ნამდვილი გრძნობებიდან გამომდინარე ის ყველაფერი, რაც მართლა მიყვარდა. უბრალოდ გულში ჩავიხედე, ჩემ თავს ვკითხე, ყველაზე ძალიან რა მიყვარს, რა მინდა. და აი ძალიან უბრალოდ და ძალიან მარტივად გამომივიდა ეს ყველაფერი. მთავარია სიყვარულით გააკეთო ის, რასაც აკეთებ. ნამდვილად. Hi, 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 ho, Dilaranina.
ჩემ ხმას გაიგებს გზა და მინახე ხო სანამ გულში პოვნის სხვა სადაც ვიმღერებთ ბევრს შენ დამიყვან მე სადაც ვიცეკვებთ ბევრს ორივე იქ ვიპოვნისულე დიდი სიცხის დაბრუნებამდე სანამ ჩემ შთის იპოვნის მზე და მინახე ხო სანამ დამთავრდება დღე სანამ ჩემ ფიქს მიხვდება ზღვა სანამ ჩემ ხმას გაიგებს გზა და მინახე ხო სანამ გულს იპოვნის სხვა